ბასტერ კიტონს ჩარლი ჩაპლინის თავის მასწავლებელს უწოდებდა. მისი ფილმის ოპერატორის ჩვენება გუშინ მოძრაობის თეატრის დარბაზში შედგა. ფილმს ფონად ფორტეპიანოს ცოცხალის შესრულება მიყვებოდა, ჩვენებები ღია ცის ქვეშ კვლავ გაგრძელდება და აბსოლუტურად უფასო იქნება. ვნახოთ სიუჟეტი. საყვარელი ქალის გულის მოსანადირებლად ფოტოგრაფობასაც ისწავლიდა, თუ საჭირო გახდა დოკუმენტალისტიც გახდები. ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ გაგიმართლოს, ისე როგორც არ უმართლებს ბასტერ კიტონს ფილმში ოპერატორი. ლეგენდარული მსახიობის უხმო კინოს შედევრი გუშინ მოძრაობის თეატრის ღია კინოთეატრში უჩვენეს. მუნჯი კინოს კომიკოსებიდან ბასტერ კიტონის შესრულების მანერითა და ინდივიდუალურობით გამოირჩევა. მის სავიზიტო ბარათად იქცა ქვის სახე, რადგანაც აღმოჩნდა, რომ მაყურებელს სერიოზულ გამომეტყველებაზე უფრო ეცინებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი ჯამბაზის მიმიკებზე. მისი პერსონაჟები იმითაც გამოირჩევა, რომ თითქმის არასოდეს წუწუნებს. იღებს გარემოს ისეც, როგორიც არის. ბასტერ კიტონი შავ-თეთრ უხმო კინოში 1917 წელს გამოჩნდა. თავადვე იყო ფილმების რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობიც. ჩარლის სიტყვები მახსენდება, რომ ბასტერ კიტონი მასწავლებელი იყო და ბევრი რამე მისგან ვისწავლეო. მე მგონი ჩარლის ესეთი დახასიათება ბასტერ კიტონისა საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვათ, ვინ არის ის. ბასტერ კიტონის ფილმი ოპერატორი უიღბლო ქუჩის ფოტოგრაფზეა. იმისათვის, რომ ბასტერმა თავისი სატრფოს სალი სიყვარული მოიპოვოს, ის დოკუმენტალისტი ოპერატორი ხდება, რომელსაც მუშაობისას ბევრი სასაცილო თუ სევდიანი ამბავი გადახდება თავს. უხმო კინოს ამ შედევრს მუსიკალურად აფორმებდა ნანა ავალიშვილი. ძალიან ბევრი ამერიკული მუსიკა იყო. გერშვინი იყო, ირვინ ბერლინი იყო. ჩქარს უკრავდი ნელს და ეგრეთ თუ გამომივიდა, არ ვიცი. წლების წინ მუნჯი კინოს მსვლელობის დროს ყველა კინოთეატრში ერთი ინსტრუმენტი მაინც იდგა, რომელზეც იმ დროში ყველაზე პოპულარულ მელოდიას უკრავდა ტაპიორი. ტაპიორი ფრანგული სიტყვაა და ქართულად მეტყაპუნე ჰქვია. ასე ეწოდებოდა იმ პროფესიის ადამიანს, რომელიც მუნჯ ფილმს მუსიკალურად აფორმებდა. სწორედ ეს ტრადიცია აღდგა გუშინ მოძრაობის თეატრში. პირველად ნახე ესეთი ფილმი, ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო, მით უმეტეს ცოცხალი მუსიკა რომ ერთოდა თან ძალიან კარგი გარემოს ქმნიდა. ეს ერთ-ერთი შედევრი იყო რა. ეს როგორც კლასიკა არის. მე ახტოვანებული რომ კახამეს ამოიწყო რა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ახალგაზრდობისთვის. საინტერესოა, ფილმი მომეწონა ძალიან, მუსიკა არაჩვეულებრივი. ძალიან კმაყოფილი ვარ. რა არის შავ-თეთრი ფილმი? თუ არა გაქვს ეს ნანახი, აუცილებლად უნდა ნახო. და ჩაპლინი შავ-თეთრი ფილმის პიკია. ჩაპლინამდე იყო ბევრი სხვა ვიღაცები, რომელსაც ჩვენ გზადაგზა ნელა მივაწვდა ჩვენს მაყურებელს. უხმო კინოს ჩვენება მოძრაობის თეატრის ღია კინოთეატრში ტრადიციული გახდება. მაყურებელს მსოფლიო კინოშედევრების ნახვა უფასოდ შეეძლება. მოძრაობის თეატრში მისულ მაყურებელს თავისუფალი გარემო და ფილმის ცოცხალი აკომპანიმენტი დახვდება. კინოსეანსები ყოველ ორ შაბათს საღამოს 9-ზე მოეწყობა.